ცენტრპოინტის საქმეზე მაია რჩეულიშვილის, გუკა რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს ბრალი წარადგინათ. გამოძიება მათ აჭარაში მენაშენთა კუთვნილი 20 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვა მითვისებას ედავება. საგამოძიებო უწყება მაია რჩეულიშვილმა ცოტა ხნის წინ დატოვა. დღესვე თბილისის პროკურატურაში დაპარებული იყო გუკა რჩეულიშვილის, თუმცა ის არ გამოცხადა. პროკურატურის ინფორმაციით მასზე ძებნა გამოცხადება. თამარ გოგესაშვილი განავრცობს თემას ახლა პირდაპირ ეთერში. თამარ, თუ გადაეცათ საქმის მასალები უკვე ბრალდებულთა ადვოკატებს? საქმის მასალებს ჯერ არ იცნობენ ბრალდებულები და მათი ადვოკატები მტკიცებულებებს მათ სავარაუდოდ 2 საათში გადასცემენ, რაც შეეხება ბრალდებას, რომელსაც საგამოძიებო უწყება ედავება მაია რჩეულიშვილს. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად დიდი ოდენობის თანხის მითვისება გაფლანგვას. მაია რჩეულიშვილი ამბობს, რომ მათთვის გაუგებარია რას ედავება გამოძიება, რადგან მათ და ცენტრპოინტს დაკმაყოფილებული აქვს მენაშენეთა მოთხოვნები ბათუმის მაგნოლიასთან დაკავშირებით. ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გადაეცეთ და ჩაიბარონ საქმის მტკიცებულებები, რომ გაერკვნენ ზუსტად რა ხდება და რას ედავება მათ გამოძიება. რაც შეეხება ვახტანგ რჩეულიშვილისა და მაია რჩეულიშვილის განცხადებებს, ისინი ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მათ მიმართ. ვახტანგ რჩეულიშვილის მტკიცებით მიმდინარეობს მათი ქონების გადანაწილების პროცესი და ის ამ პროცესში ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას. პირდაპირ აკეთებენ განცხადებას, რომ მე თავს ვაძლევდი მიშა სააკაშვილს. როგორ შეიძლება ამისი დანაშაულის ქვეშ არ იცნებოდეს საქმე? ეს უბრალოდ არ შეიძლება. ბრალდება ასეთ რამეს ამბობს, რომ წაიღესო და მერე საწაიღეს ეს თანხები არ ჩანსო, არ მოხმარდაო მშენებლობასო და დაზარალდა ხალხიო. მე არ ვიცი, ხა თვალით არ მინახია ეს მაგნოლია, მაგრამ ქალბატონი მაია რასაც ამბობს, აშენებულია. რეესტრის ამონაწერები აქვს 10 მილიონი დოლარი, რომელიც მართლაც ჩვენი ფინანსთა სამინისტროს ზედმეტი გადასახადის დაბრუნების სახით სულ აშენებდა ყველა ამ ადამიანის სახლს. აბსოლუტურად 10 მილიონი დოლარი. იმის მაგალითად რომ ეს დაგვიბრუნო ფული, ამის მაგალითად ხდება ქონების წარდგა. მოუგეთ სასამართლო, რითაც ნინოშვილზე 2 გექტარი მიწა მოუგეთ. იმ მიწის დაბრუნება არ უნდათ. ცდილობენ რომ დაამძიმოს საქმე და მაიას ათქვენ უარი ქონებაზე. ცენტრპოინტის აჭარის საინვესტიციო პროექტების ხელმძღვანელს ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერს სალომე ჩარკვიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მათაც გამოძიება ედავება 20 მილიონამდე თანხის მითვისება გაფლანგვას. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ისინი არ ცნობენ ბრალს და ამ ეტაპზე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ირჩევენ დუმილის უფლებას, რადგან არ იცნობენ საქმის მასალებს. მათი ადვოკატებიც დღეს არიან დაბარებულები თბილისის პროკურატურაში იმისთვის, რომ გადაეცეთ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. მასალები არ გადმოუცია ამ ეტაპისთვის გამოძიებას, თუმცა აქვეთ ღონისძიებამდე, ანუ საქმის სასამართლოში შეტანამდე ეს მასალები ჩვენთვის ცნობადი ექნება და პრაქტიკულად მას შემდეგ გავეცნობით ჩვენ თუ რამდენად არის წარდგენილი ბრალდება დასაბუთებული და რა მტკიცებულებებით დასაბუთდება. ამ ეტაპზე ისარგებლოს დუმილის უფლებით, იმიტომ რომ საქმე ეხება 2005-6 წლებში განხორციელებულ ქმედებებს, რომელიც ბუნებრივია ხანძლივ პერიოდია გასული და მას არ ახსოვს ამ ქმედებების შესახებ და მას მერე რაც უკვე გაეცნობა მასალებს, ის დააფიქსირებს თავის პოზიციას წარდგენილ ბრალთან და ბრალის ფორმულირებასთან მიმართებაში. ედავებიან დაახლოებით 19 მილიონი ლარის მითვისებას ჯგუფურად, ერთობლივად, რაშიც ბატონი ირაკლი მინდელი თავს დამნაშავედ არ აღიარებს და ამ ეტაპზე ჩვენ გამოძიებას ჩვენება ვერ მივეცით, იმიტომ რომ საქმის მასალებს არ ვიცნობთ, დუმილის უფლებაში აირჩია. და როგორც კი გავეცნობი საქმის მასალებს, ჯერ არც კი გადმოუცია საქმის მასალები, 6 საათზე ვარ დაპარებული, მაშინ როცა ბრალის აყენებისთანავე უნდა მიეცათ ეს მასალები და 6 საათის შემდეგ როცა გადმოგცემენ საქმის მასალებს და გავეცნობით, სრულყოფილ ჩვენებას მერე მივცემთ გამოძიებას. შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს გუკა რჩეულიშვილს, ის თბილისის პროკურატურაში დღეს 11 საათზე იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში. ადვოკატისთვის უცნობია ითანამშრომლებს თუ არა ის გამოძიებასთან. ოჯახი კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია მათთვის გუკა რჩეულიშვილის ადგილსამყოფელი და მასთან კონტაქტი არ აქვთ. მადლობა თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.